გიორგი მიქაძის საქმეში, სადაც მისი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, გამოძიება ისეთი მოწმეების იმედად რჩება, რომლებიც თავადვე ადასტურებენ, რომ მათი ჩვენებები არა ფაქტებს, არამედ სუბიექტურ ვარაუდებსა და ვირტუალურ ჭორებს ეფუძნება. ბრალდების ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმე მიხეილ ბერძენიშვილი გიორგი მიქაძეს მკვლელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს და მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, თუმცა სასამართლოში თავადვე აღიარებს, რაც ვილაპარაკე, მხოლოდ ჩემი დასკვნებია და მტკიცებულებები არ გამაჩნია. მისი ჩვენება გიორგი მიქაძის წინააღმდეგ მხოლოდ სუბიექტური ვარაუდია და არასამართლებრივი ფაქტი. ამ მოწმის არასანდოობას ისიც ამყარებს, რომ მის მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაციაც გადამოწმებისას მცდარი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მოწმე კოკა მორგოშია, რომელიც გიორგი მიქაძის სახელს მკვლელობის კონტექსტში ახსენებს, სასამართლოში თავადვე ადასტურებს. მიქაძეების ხსენება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და მათ მონაწილეობაზე არავითარი ინფორმაცია ან ფაქტი არ გააჩნია. ბრალდება ასევე ეყრდნობა რუსეთის ორ მოქალაქეს, მიკულსკის და ნარცისოვას ჩვენებებს, რომლებიც გამოგონილ მოტივებზე საუბრობენ. დაცვის მხარისთვის ეს მოწმეები არაავთენტურები არიან, ხოლო მათი ჩვენებები საეჭვოდ ემთხვევა ანონიმური Facebook ბოტის, ჯონათან ჯონის მიერ გავრცელებულ ჭორებს, რაც სამართლებრივად დაუშვებელია. პირადი მოსაზრებები და ვარაუდები სამართლებრივად მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ბრალდება მხოლოდ სუბიექტურ ვარაუდებს ეყრდნობა. ესაა საქმე მტკიცებულების გარეშე.